ყავს რამოდენიმე ქართულ საფეხბურთო გუნდზე უკეთესი ფან-კლუბი რატო ყავს არ ვიცი, მაგრამ ფაქტია რომ ყავს. აი რატო? აი ეგეთ ქვეყანა ვართ. სასტუმროს უფრო მეტი ფანი ყავს, ვიდრე საფეხბურთო გუნდს. რა ხდება ამ ქვეყანაში ხალხო? დღეს ჩვენ ვართ სასტუმროების ლიგაზე. ხო, ეს უცნაური რაღაცა არის. სასტუმროება გადაწყვეტეს რომ მოდი ფეხბურთი ვითამაშოთო და ფინალია რედისონის შერატონი, დერბი რა. წამორავი ხალხს ველაპარაკოთ. რა სასტუმროების ფეხბურთი? საიდან მოიტანეს? რატო მოიტანეს? ნუ მიიღებ. და ასე შემდეგ. წამოვა ერთ გავიაროთ. ემოციური მომენტია ფეხბურთელებს უნდათ გასაუბრება ფანებთან. ეს გოგონა ნახე. მომზადებული უკაცრავად თქვენი ვინ თამაშობს? ძმა, 7 ნომერი. რომელი ეს არის შენი ტყუპის ცალი? მე გავს ხო? ეს ბიჭია, ვაიმე თვალები გაქვთ ერთ. ზუსტად. ღმერთო! შეხედე გოგო, ერთნაირი თვალები აქვთ. რა სიმპათიური ბიჭია? არა, მაგრა გავს გეუბნები. ახალგაზრდა ბიჭი რა გამელო. თქვენთან მაქვს ესეთ საფეხბურთო კითხვა რა. სასტუმროში სამი სხვადასხვა ფერის შამპუნი რო არის, რა არის ეგენი? ბალზამი, დუშგელი და შამპუნი. სამიას ვისხავ ხომ თავზე და მოსულა კაცო, მოსულა ყველაფერი. სამი არ გასწრება. არა ხელი მოგივა. ეს რომელი სასტუმროა? Windham Grand თბილისი. სად არის? პარაგრაფი რო გაიხსნა ახალი მაგის წინ და მონ ჩვენ დიდი ხანია ეს არსებობთ. ვისაც პარაგრაფის ფული არა გაქვს წინ შენიერი სასტუმროა. რომელ ფეხბურთელს დააშენებდი თქვენ სასტუმროში? ფრანჩესკო ტოტის. თქვენი სასტუმროს ერთ გული ექნებოდა სამუდამოდ და კაი მაყუ დაწერდა რა. თუ გაგვიჩალიჩებენ მესის დავასვენებდი დიდი სიამოვნებით. შენ? ეს მე რონალდოს დავასვენებდი დიდი სიამოვნებით. გვერდი ნომრებში. აკრას დაიტაკებოდი 3-7-3-8 რა. საუკეთესო მეკარეს გადასცემენ ამ პრიზს და მე იმას იზავს. ბიჭებო, თქვენ რა გუნდები ხართ, აბა? რედისონის გუნდი ვართ ჩვენ. მე შერატონ გრანდი. დერბი. დერბი? არა, რედისონ ბლუ ივერია ვართ ჩვენ. შენ ფეხბურთი ვაფშეა, ხო? ფეხბურთი არ ვიცი, რედისონი ვიცი. დერბი არიცი რა. აი კაცი ეს. უყურეთ თქვენთან მაგ ესეთი თამაში. თქვენთან ორივეგან მაგარტივებს დაუსვენიათ, ხო ეგრეა? დაიწყებ შენ ჩამოთვლას. ჩემთან დაუსვენია ამას. შენ ტყვი, ჩემთან დაუსვენია ამას. ვინც გაიჭდება ის წააგებს და ვინც ბოლომდე გავა 200 ლარს მიიღებს ლიდერ ქარდზე. ჩემთან დაუშვენია კვარაცხელიას. ჩემთან დაუსვენია კალაძეს. დავითაშვილს. ჩემთან რონალდოს დაუსვენია, კრისტიანო რონალდოს. ვინც აუნა თქვა ჩემო ძმაო? დავითაშვილს დაუსვენია, ვიზე ნაკლები არის. კვეკვეს კრის. ზლატან იბრაგიმოვიჩი. ჩაკვეტაძესაც დაუსვენიას. ჩაკვეტაძე ყოველ დღე დადის ჩემთან რესტორანში. დასვენებას აღარ ვიტყვი. არა, ამან არის ინგლისში რო თამაშობს ჩაკვეტაძე. მეც მგონია რომ არ ვიცი. ფეხბურთი არ ვიცი მეთქი, ხო გითხარით? ხო, მაგრამ მე ვიცი, რატომ ატყვევ რო ჩაკვეტაძე ხო? არ გატყვევ, რატო გატყვევ? მოკლედ, ესეთი რაღაცა მოვიფიქრე, მოიცა? ქეშად გვაძლევ? ქეშა და შენ რა ქვია? გიგანტიც. გაიხარე გიგანტიც, პაწუავა ხო ჩემო ძმო? შენ მიიღე 200 ლარი, იმიტომ რომ შენთან უფრო ბევრი გაიხსენი, ვინც დაუსვენია შენ 100 ლარი იცი რატო? რონალდოს დაუსვენია შენ. აი ეგრე. მე რონალდოს ლობირებ რა. 200 ლარი დეკარზე, 100 ლარი დეკარზე შეგიძლიათ რამე საოჯახო სასტუმრო დაითროთ და ნაშა ააგდოთ რა. დედაყენასე შავიყან ნაშა. დედა რა ყოქნა? რომელ ფეხბურთელს დააშენებდით თქვენ სასტუმროში? ნესი ჩამოიყვანეთ. ნესი. თქვენ? ზინედი ზიდანი. უა! ჩემისკენ ხარ. ცისფერებისკენ ვიყო, გუნდის სახელი არ ვიცი. მაგაც ხალხი ცოტა სხვანაირად გაიგებს ახლა. ლურჯებისკენ თქვი. ხო, ლურჯებისკენ. ფერი მოგწონს და მაგითო ხო ლურჯებისკენ? კი. ძირითადად ხვიჩას მოსმენას აყური შეჩეული, მაგრამ გოჩაც კაი იყო, გაიხარეთ გოგოები. აი ესე გოჩაც ვიპოვეთ. ეს სასტუმროს ხალათებით ხართ მოსული ბარემ? კი, სასტუმროს ხალათებით. უზრუნველყოფს ჩვენს სითბოს სასტუმრო პირველ რიგში. თქვენ რომელი ხართ? შერატონი. აუ. შერატონით მელაპარაკები. ხა, როგორი იყო? იუმორი რა ხო ხდე? მოიცა აქ რა გაწერია მანახე? პეპსიო, მოდი ხო? პეპსი გასმოსორებთ? რა იშოვა ეგეთი? მაგარ ხოძე ვარ დღეს მაგა პიცი უმორი მაგ. თქვენთან რომელ ფეხბურთელს დააშენებდით? მესის. აი ამას. წესე ფეხბურთელზე გეუნები. წესე ეს რა წესი არის? წესე ფეხბურთელი ვარ. რონალდოს ბაიჩობი ვარ.
რონალდო რომ მოკვდება, 1-4 წელი კიდე ვერ აჯობებ. რონალდო თავით კიდე გაიტანს გოლებს. სანამ რონალდო მოკვდება, მანამდე ჯობი ვარ. ვიღაცა სხვა რონალდოზე მეუბნება. ხო რონალდ ძებისაშვილი. არ ვიცი იცი თუ არა, მაგრამ სასტუმროს ძირითადად ადამიანები იყენებენ გოგონების წასაყვანად რა, აი შეყვარებულები რო წაიყვანონ. შეყვარებული დავარქვათ. კი ბატონო. 30 წამში რამდენ რაღაცასაც ჩამოვიდა, შეიძლება გოგო აიყვანო, იმდენ 20 ლარიანს მიიღებ ლიდერ კარტზე. წავიდა. წავიდა ლისის ტბა, გაიხარე აქვეა. თბილისის ზღვა, ხე, სახლის ხვენი, ლიფტი, საპირფარეშო. ახალგაზრდობა გქონდა. რომელი გოგო გაყევით ხეზე და საპირფარეშოში გეხოცებით დაწერეთ კომენტარი. პირადზე ნუ გადავიდა. მერე. ცხენი, მანქანის საბარგული, მანქანის სალონი. ცხენი? წინა საქარემინა, ცხენი კი ბატონო შეიძლება. რა მრავალფეროვანი ცხოვრებით ცხოვრობს. თვითმფრინავის საპირფარეშო. შენ რამე ფილმში ნახულობ ყველაფერს თუ მაკაცები სიზმარი ფილმი მოყოლაც კი. მაკაცები რო უყვები ახლა ეს ტყუილებს. კი. აუ შეჭე მამა წინ. თეთრინავში გავეცან ერთი შვედი გოგო. 5-6 ჩიქის მერე იწყება ხოლმე ეგ ისტორია. შენ ჩამოთვალე 10 წალი და მიიღე 200 ლარი ლიდერ კარტზე. თქვენ სასტუმროში რომელ სუპერვარსკვლავ ფეხბურთელს დაასვენებდით? მე დავასვენებდი ბაპეს. შენ? რონალდოს. ბოლოს რონალდო სასტუმროში რო იყო 10000 დოლარი დატოვა ჩაი. მესი რამდენი დატოვა იცი? 0. ამიტომ ვინ ჯობია? ანუ შენ ხარ რეალის ფანი, ესე მივხვდი, ხო? ფეხბურთი არ ვიციო. რონალდო რეალშია და მესი მაშინ ბარსელონაში ეგვიცი. ეგ 5 წლის ისტორია იქნებოდა, მაგრამ კაი. ჩვენი ხასიათია დასახული მიზანი დილის განთიადია აქჩევოს დავარიგებ თუკი სიცოცხლე გინდათ გადვეცალეთ ხებიდან მოსაგებად მოდივას შეძახილია თუ ვეფხის წყაოსანი რა არის? წესით ამ თამაშში ბევრი გოლი უნდა გავიდეს, ხო? ხეხო საზღვაოს თანამშრომელი ხარ, ახლა თავდასხმელი რომ მოდის კარში, მოვბრძანდით ბატონო, მოვბრძანდით და ყარები ვარ. კი, მაგრამ დღეს არ იქნება. კარში არ შეუშვებ. ჩვენ კარში არა. რამდენი გოლი გატანილი? 16. მომადირი ხარ. ჯერჯერობით მომადირი ვარ და ჯერჯერობით მეორე ადგილზე ვინაა? მეორე ადგილზე როგორც ვთქვი 10 გოლით იყო. ანუ ვიღაცა ახლა შვიდს გაიტანს გაგასწრე. ის გამოვარდნილი არის ჯერჯერობით და რა ვიცი. კაიფება. შენ რა ხარ? მიქავა. აკაც მეგრელები არის ამ ბომბარდირები რა შევჭამეთ. ყველაფერში თქვენ როგორ ახართ მაგარები რომ აი ქალების ფეხბურთში, სასტუმროს ფეხბურთში, ბავშვთა ფეხბურთში. ცდილობთ. ძალიან ცდილობთ. კაია. ჯიგრები ხართ, მეგრელები, ჯიგრები ხართ, კაი ხალხი ხართ. კაი. მადლობა რომ ესე კარგად დავიწყეთ. ყურადღების შე რომ მოხვედი დღეს და ჯანსაღი ცხოვრება პროპაგანდას უწევთ წინა პლანზე და ძალიან მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი. შერატონის ფანები შევიდნენ სტადიონზე და იქ აწყობენ მსვლელობას. ბიჭებო 25 წუთზე გოლი დამიჯავშნეთ რა. ჩვეულებრივი ფეხბურთის ტიტული კაცი შეგვის ხოლმე სტადიონზე აქ ხალათიანი და ერთჯერად ჩუსტებიანი უნდა შემოვარდეს. რაღაც დებიეჭე სისტემა. რაღაც ტექნიკა. ეს სისტიპია წეღან რომ მეუნებოდა 17 გოლი მაქვს გატანილი და რა ვიცი შეიძლება დამეწიოს ვიღაცაო მე-18 გაიტანა თუ მე-16 დამეჩვენა რა ვიცი გოლი გავიდა ჩემი ზიდანია ძმა ამ ფეხბურთელის პასმა booking.com-ზე აიწია ტრანსფერ მარკეტის მონჩი რა ამ ეტაპზე რედისონის 3-1 აგებს შერატონთან ეს არის ელ სასტუმრიკო, იმიტომ რომ რედისონის შერატონი რა, ელ კლასიკო, ხო ვთქვით? რა მაგარია ეს ბიჭი ჩემი. შენთან ვარ, ჩეკინის ნუ გეშინია. ბიჭებო, 3 წუთია coffee break-ი. ამათა შესვენება არა, coffee break-ი ქვია რა. Coffee break-ი 3 წუთში.
საოჯახო სასტუმროები რატო არ თამაშობენ აქ? იმიტომ რომ დავარი ლიგაა და მაგით არ იღებენ ახლა მეორე ლიგაში. მეორე ლიგა. აი იქ ვინც გაიმარჯვეს, მე როგორ ამოვა? რაო? დაღალეთო? მე ხოლმე დაასვენოთ ხალხი და ჩვენ ვისვენებთ იმათ ღლით. ხონდე. პირიქით, თქვენ ხოლმე დაასვენოთ ხალხი. არა? როგორ არა, სასტუმრო ხარ თქვენ და დაისვენოს ხალხმა. ეხა მაგმან ჩხონი. ყველაფერი გუმართია ამ თამაშზე. ბიჭმა მე-19 გოლი გაიტანა მიქავამ. 3-3 გახადა მიქავამ. ჰეტრიკი შეასრულა. რედისონის შერატონი დაძაბული დერბია მეგობრებო 3-3. ბოლო წუთზე შერატონმა გაიტანა გოლი. გოლი ვერ გადავიღეთ, იმიტომ რომ მოულოდნელი გოლი იყო. შერატონი სასტუმროს ლიგის ჩემპიონია. აი ესე უცნაური ფრაზა ვთქვი, სასტუმროს ლიგა. შენ ერთი წუთი მაინც გეთამაშა. ერთი წუთი შეიძლება არ მითამაშია, მაგრამ თელისული და გული ჩემ გუნდებთან იყო რა. ჩემიანების იყო ეს თამაში და თელი გული და სულით მინდა და რომ ჩვენ ყოფილიყავი რა. დიდი პატივისცემა ჩემგან. რედისონს მომავალში წარმატებებს უსურვებ და რავი ძალიან ბედნიერი ვარ რა. ჩვენია ყველაფერი. შენათოს გაუმარ. გოლს! You are boss of Sheraton, right? Right. So I heard that these guys are gonna get bonuses. They are getting big bonuses. Yes? Yes, the team is getting a special bonus and they will probably double it after tonight. Players will get bonuses, right? Yeah, of course they do. Bichebo premiebi iknebo! Premiebi iknebo! Yes, I'm playing in Sheraton also. All right, no, I don't think so. I don't know you. ვერ მოვატყვე, რანაირი უცხოელია. სასტუმროს ლიგის ჩემპიონია შერატონი. რედისონსკი შემდეგში უსურვებს წარმატებას. მოკლედ სულ ეგ იყო რა. აბა-ჰეთ. წავედი. გადაცემის წარმდგენია ონლაინ სპორტული ჟურნალი ლიდერ სპორტი. ყველაფერი სპორტის შესახებ. ჰორეკა სექტორის წარმომადგენლები. ვისაც გიყვართ ფეხბურთი და მისი გულშემატკივრობა, გილოცავთ. თქვენ გაქვთ უნიკალური შესაძლებლობა შემოუერთდეთ მინი ფეხბურთის ტურნირს, რომელშიც მონაწილეობენ თბილისში ჰორეკა სექტორის წარმომადგენელი კომპანიები, როგორებიც არიან სასტუმროები, რესტორნები, ბარები და სადისტრიბუციო კომპანიები, რომლებიც ემსახურებიან ჰორეკა სექტორს. მე ვარ ვანო ლომოური, ელ-ლიგის დამფუძნებელი. ჩვენ უკვე ორი წარმატებული სეზონი ჩავატარეთ. პირველი სეზონის გამარჯვებული იყო სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასი, მეორე სეზონის გამარჯვებული იყო სასტუმრო მარგო. კიდევ ერთხელ ულოცავ ამ ორ გუნდს ჩემპიონობას და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ორივე სეზონის მონაწილე ყველა გუნდს და ასევე მათ გულშემატკივრებს. რაც შეეხება მესამე სეზონს, მესამე სეზონი გაიმართება ბაქსუდის სკოლის სტადიონზე. ბაქსუდის სკოლის საფეხბურთო მოედანი არის ახალი, უმაღლესი ხარისხის საფარით აღჭურვილი, ასევე გულშემატკივრების ძალიან კომფორტული სივრცით და ასევე უფასო საპარკინგო ადგილით მათზე მოსული გულშემატკივრებისთვის. სამსახურიდან ერთხელ მაინც ყოფილხართ team-building-ზე. ერთი დღით ან ორი დღით. ჰორეკა მინი ფეხბურთის ჩემპიონატი არის თვენახევრიანი team-building-ი, სადაც ყველა შაბათ-კვირას გუნდის მოთამაშეები და მათი გულშემატკივრები, მათი თანამშრომლები ერთიანდებიან ერთი მიზნისთვის, გამარჯვებისთვის. პირველ სეზონში ჰქონდა ძალიან ბევრი ემოციური მომენტი, ბევრი ცრემლი, ბევრი სიხარული, იყო გამარჯვების წყურვილი და ძალიან დიდი ადრენალინი. მესამე სეზონისთვის რეგისტრაცია უკვე დაწყებულია. მესამე სეზონის რეგისტრაცია სრულდება 15 აპრილს. 26 აპრილს უკვე უშუალოდ დაიწყება ტურნირი. ყოველ შაბათ-კვირას გაიმართება ტურნირის მატჩები და ტურნირის დასასრული იქნება 8 ივნისს. დამატებითი კითხვების და ტურნირის სხვა დეტალებით დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ მომწეროთ აღწერაში მითითებულ მეილზე ან საკონტაქტო ნომერზე.